მეწარმეობის განვითარების სააგენტომ უზნაძის ქუჩაზე ახალი სერვის ცენტრი გახსნა, სადაც დაინტერესებულ მეწარმეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია სააგენტოს პროექტების შესახებ, მათ შორის სოფლის მეურნეობის დარგში. ღია სივრცის პრინციპით მოწყობილ ოფისში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასო ინტერნეტით ისარგებლოს, ჰქონდეს წვდომა ელექტრონულ და ბეჭდურ რესურსებზე და გამოიყენოს ბიზნესის კუთხით არსებული საგანმანათლებლო ლიტერატურაზე ორიენტირებული ბიბლიოთეკაც. ახალი ცენტრი დღეს ეკონომიკის მინისტრმა გახსნა. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით მომავალი წლის განმავლობაში 80-ზე მეტი საწარმო გაიხსნება. აქ იქნება კონსოლიდირებული სერვისები, უკვე 80-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა ჩვენი პროგრამით, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე და მომავალი წლის განმავლობაში 80-ზე მეტი საწარმო გაიხსნება და რაც უკვე რამოდენიმე ათას სამუშაო ადგილს ნიშნავს საქართველოსთვის. პროექტის განხორციელების დროს ჩვენ სოფლიო მასშტაბით შევისწავლეთ, როგორ ფუნქციონირებს აღნიშნული ტიპის სერვის ცენტრები. ყველაზე კარგი მაგალითი შეერთებულ შტატებს აქვს, სადაც მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრები არის ძალიან კარგად განვითარებული და ამ ცენტრების პროგრამაში კერძო სექტორი იღებულობს მონაწილეობას. და ჩვენ გვინდა რომ ამ საპილოტო პროექტემ გააჩვენოს, ანუ შემდეგი ნაბიჯი განვითარების რა უნდა იყოს.